Għaxħart s-saġġara skola s-mustawlebi, tħijas raminaxu minna l-Bartaliani għal-kom ċellizeta pedagogi tamar kasrata. Mogaxsanu ċweni soplis ksnisu ksani debaraw s-sarpinetizm ta' zemdinarevizm t-kurisa ta' ksni xesartata. Sopel ksans u didesi istorjoli ċarsuli għaxnja, użol estroidani ċweni sopel sakmaut strateguri da' nixnalovan da' nixnalovan kona. Sopel ksanxi თავდაპირველად შეიქმნა დაწყებითი კლასების სკოლა, რომელიც 1970 წელს 8 წლიან სკოლად გადაყედა. დღესდღეობით კი უკვე საჯარო, სადაც ჩვენ ვიღებთ განათლებას. ჩვენ სკოლაში არიან ეთნიკური უმცირესობები, აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, რუსები და ჩვენ მათთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, პატივისცემთ ერთმანეთს წესებსა და მილებს. მიუხედავად ამისა, სოფელში დღესდღეობით არანაირი გასართობი არ არის მოზარდებისათვის. ბევრი ადამიანი მავნე-ჩვევების დიდ ზეგავლენას განიცდის. უმრავლესობა ახალგაზრდებისა იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მავნე-ჩვევები, ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები ცხოვრების ნორმალურ წესად მიიჩნევა. სამწუხაროდ ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ ასეთი ქმედების საშიშროებას. არასწორმა ფიზიკურმა და სულიერებმა აღხსნამ კი შეიძლება მოზარდებს უბიძგოს მავნე-ჩვევებისაკენ. ადამიანი რომ ჯანმრთელი იყოს, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ და აქედან გამომდინარე თავისუფალი დრო დაუთმო სპორტს. საერთოდ საჭიროა შესაბამისი კონკრეტული სპორტული მოედანი, რომელიც ჩვენი სკოლის ტერიტორიაზეა და მოითხოვს შეკეთებას. ამისთვის ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ვიუს ჯის მიერ გამოცხადებულ პროექტში. ერთად ჯერ და მინდა რომ ხარი დაგვიჭიროთ და ლაიქები არ დაიშვეროთ ჩვენს პროექტის ჯანსაღი მომავლისაკენ მხარდასაჭერად, რათა ერთად შევძლოთ ჩვენი სკოლის სპორტული მოედნის შეკეთება, სადაც მოზარდები და თემის ახალგაზრდობა სპორტული აქტივობებით დაკავდებიან. მოეწყობა სპორტული თამაშები, ფრენბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, მხიარული სტარტები და ასე შემდეგ. აგრეთვე მოვუწევთ მეზობელი სოფლების ახალგაზრდებს სპორტულ თამაშებს. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს. სპორტული თამაშები ხელშეუწყოს მეზობელი სოფლების ახალგაზრდების ურთიერთდამეგობრებას, ისწავლიან დროის სწრაფად დაგეგმვას და ორგანიზებას. მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი მიზანია ჩემს სოფელში მოგვარდეს სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური პრობლემები. ჩავართოთ სხვადასხვა აქტივობებში, ვიყოთ ტოლერანტები, აქტიური მოქალაქეები და ერთად შევქმნოთ ჩვენი სამშობლოს ჯანსაღი მომავალი. დაგვიჭიროთ.